ხშირი არის ესეთი შემთხვევები, როდესაც ქალები განსაკუთრებით მიკავშირდებიან იმ თემასთან დაკავშირებით, რომ რატო გრძნობენ თავს ცუდად სექსუალური ურთიერთობის შემდეგ, თუნდაც ან როდესაც თუნდაც იყვნენ პატარები და არც რელიგიური, არც ოჯახის აკრძალვა არ ყოფილა, მაგრამ ცუდად და თავის თავთან მიმართებით აი განსჯის და რაღაცის მომენტი ჰქონდათ, იმიტომ რომ ვიღაც ბიჭს აკოცეს ან ჩაიხუტეს და ესეთი ხშირია ესეთი შემთხვევები. რატო ხდება ეს? აი იმ კაცსაც აქვს ფსიქოლოგი რო არის ძალიან საყვარელი კაცია. კარგად ახსნილი და ადრე მეც ასე ვუყურებ ამ სტრუქტურას ძირში ფუძედანვე, ანუ კვერცხურჟედის და სპერმატოზოიდის ამბავი რო აქვს რა, ანუ ერთი კვერცხურჯედია და მილიონი სპერმატოზოიდი, ხო? მაგრამ ამ მილიონიდან კვერცხურჯედი ერთ სპერმატოზოიდს ირჩევს და ბოლო კვლევებით არის დადგენილი ზუსტად ის, რომ ჩვენ ხო ელექტრომაგნიტური ველი ვართ რეალურად და ანუ ამ ელექტრომაგნიტური ველით იქმნება ჩვენი განწყობები, ანუ ცნობიერი აქვს იმ კვერცხურჯედსაც და დადგინეს ის, რომ კვერცხურჯედი თვითონ ირჩევს, რომელ სპერმატოზოიდს შეუშვებს თავისთან. ანუ ის ქალი ირჩევს იმ მამაკაცს და როდესაც კვერცხურჯედმა სწორედ შეარჩია სპერმატოზოიდი, შესაბამისად ხდება განაყოფიერება და ეს არის, რა თქმა უნდა, სიხარული, ეს არის ხალისი. ანუ როდესაც ქალი სწორე მამაკაცს შეარჩევს და შერჩეული მამაკაცი ნიშნავს, რომ იქნება მისი ქმარი თუ რაც გინდა დაარქვით ადამიანი, რომელიც იქნება მის გვერდში და რომელიც მას განაყოფიერების შემდეგ ეყოლებათ შვილი, გაზდის ოჯახს, მასთან ერთად ხდებით, ანუ ეს არის ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც ორგანული სტრუქტურა. თქვენ ახლა რა იმებზე დამელაპარაკებით რაღაც ფემინიზმზე და იღლიაში თმებზე არ ვიცი, მაგრამ მე გიხსნით როგორც ორგანოს, ანუ აი ქალი რო შევადაროთ კვერცხურჯედს, ამ შემთხვევაში მისთვის თავარი დანიშნულება არის ის, რომ განაყოფიერდეს და როდესაც არ ნაყოფიერდება, რა ხდება? იმატებს ტესტესტერონის დონე და ესტროგენი იწევს დაბლა, ანუ სკდება საკვერცხე და შესაბამისად აქალს აქვს ციკლი, ხო? ნუ იმ შემთხვევაშიც თუ არა მარტო ეგ ციკლიც ზუსტად ეგ არის, მაგიტომ არის, რომ მაგ დროს ქალს ბიოენერგია სუსტი აქვს. იმიტომ რომ მასში იმატებს მასკულინური ჰორმონის ენერგიები და არ არის სტაბილური. ანუ ბიოენერგეტიკულად არ არის ინიდაიანი მასში გაწონასწორებული. ამიტომ არის, რომ ქალისთვის ყოველთვის რთულია, როდესაც შერჩეული პარტნიორი მას იმედს გაუცრუებს. იმიტომ რომ მან ნაყოფი უნდა გამოიღოს. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, არაცნობიერ დონეზე ქალისთვის ეს არის მნიშვნელოვანი, რომ იმ ურთიერთობამ ნაყოფი გამოიღოს. და ეს ნაყოფი არ არის უბრალოდ ის, რომ ბავშვი შეგეძინოს და მიგაგდონ, არა, ხო? ეს არის ის, რომ ის ადამიანი იღებს პასუხისმგებლობას და როგორ არის კვერცხურჯედი და სპერმატოზოიდი, როდესაც ერთმანეთს შეერწყმებიან, ბოლომდე ერთად არიან, სანამ არ შექმნიან იმ სრულქმნილ ორგანიზმს, რომელიც არის ის ბავშვი, რომელიც ბოლოს იბადება, ხო? ზუსტად ასე ქალისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანი, რომელთან ის მამაკაცი, რომელთანაც ის იქნება, ყოველთვის იყოს მასთან ბოლომდე. ბიოლოგიურ დონეზე, აი ასე აგიხსნით ამ ყველაფერს. და ენერგეტიკულ დონეზეც და მაგიტომ ასევე თუ დაუკვირდებით აი ჯიშიან ძაღლებს რო ეძახით, მე უფრო მუტირებულ ძაღლებს ვეძახი მაგას. თუ გაიქცა სახლიდან და განაყოფიერა რომელიმე ჩვეულებრივმა დვარნიაშკამ, ასე ვთქვათ, ის ძაღლი შემდეგ ვეღარ აჩენს სუფთა სისხლის კონკრეტულ რომელი ჯიშის წარმომადგენელიც არის. ვინაიდან და რადგანაც ქალის ენერგია ისევ და ქალის ჰორმონალური და ქალის DNM არის ქრომოსომის დონეზეც არის მიმღები ქალი, მინუსი ენერგია, რომელიც ითვისებს. შესაბამისად, მის
ბევრი მაგ ეგეთი რაღაცები წაკითხული და ეზოთერულ დონეზეც ხვდები, რომ ასე არის. ის იღებს იმ ენერგიას და იმ გენეტიკურ კოდებს, რომლებიც იყო მის პარტნიორში. გენეტიკური კოდი გარდაიქმნება მასში, ანუ ის ზედმეტ ინფორმაციას აგროვებს და შემდეგ ამუშავებს. ხშირად ვეუბნები ხოლმე ასევე ჩემს კლიენტებს და ჩემს ყველას, ვისაც ვასწავლი, რომ ის სექსუალური ენერგია, რომელიც თქვენ მიიღეთ თქვენი პარტნიორისგან, თქვენში რჩება რამოდენიმე თვე. ანუ რამოდენიმე თვის მანძილზე თუ თქვენი ეს მამაკაცი სხვა ქალებთანაც ყოფილა, თქვენ მაგ ქალების ენერგიასაც თქვენში იღებთ თავისი ტრავმებით, თავისი რაღაც პრობლემებით და ასე შემდეგ. ამიტომ არის ეს სექსუალური ჰიგიენა ძალიან დასაცავი და ძალიან გასაფრთხილებელი. და ზუსტად რა ხდება ახლა დღევანდელ საზოგადოებაში, ქალისთვის სექსი გახდა ჩვეულებრივი მოვლენა. ქალიშვილობის ინსტიტუტი რა თქმა უნდა ტეხავს, ბევრი რაღაცები, ანუ არც იმას ვამბობ, რომ არა, მანდა მაინც ქალიშვილობის ინსტიტუტი და გავამკაცროთ, არა, ყველაფერი უნდა კეთდებოდეს სიყვარულით, მაგრამ ქალმა უნდა იცოდეს რა დონეზე მნიშვნელოვანია მისი ორგანიზმი მისთვის. და რა დონეზე გამტარია და რა დონეზე ბევრ რაღაცას აკეთებს ქალის ორგანიზმი თვითონ. აი მაგალითად გურანდასგან ვიცი, რომ ქალი თუ არის მაგალითად შუთ ჩაკრაზე გახსნილი, ქრაუნ ჩაკრამდე არის გახსნილი და აქვს სექსუალური ურთიერთობა პარტნიორთან, რომელიც არის მამაკაცთან, რომელიც არის მაგალითად სამ ჩაკრაზე გახსნილი. ის ქალი ეხმარება თავის პარტნიორსაც, რომ აიმაღლოს თავის სულიერი ენერგია. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მამაკაცი დაწვება ისეთ ქალთან, რომელიც არის რაღაც დაბალ ჩაკრებზე და გულის ჩაკრაც არ აქვს დიდად, რავი, ჩაეკეტა ან რაღაც ეგეთი და ასე შემდეგ, ის მამაკაცი სულ რო შუთ ჩაკრაზე ყოფილიყო გახსნილი, ამ ერთი სექსუალური კავშირითაც ვარდება ქვემოთ. ანუ ქალს აქვს ძალიან დიდი უნარი ამ ენერგიის მხრივ და ასევე გამტარია, მიმღებია. ამიტომ გაუფრთხილდით თქვენ სხეულს, თან იცოდეთ, რომ ეს თქვენი სხეული არ არის, ნათხოვარი გაქვთ. რომ ისევ თქვენ არ იგრძნოთ თავი ცუდად. და შემდეგ საზოგადოებად და სოციუმიც უკვე სხვანაირად ვითარდება, სხვანაირად ყალიბდება და მე ნუ გიკვირთ, რომ კაცები აღარ დარჩნენ. ნეტა ვის გამო? თქვენ ხო არ გაიუფასურეთ თავი? გაუფრთხილდით თქვენს ენერგიებს, თქვენს სხეულს, თქვენს სულს, თქვენს გულს და ყველაფერს აბსოლუტურად.